ზაფხულის ღამის ჯაზი, რომელიც ქართველი ჯაზ მუსიკოსების მესამე ფესტივალი გახლავთ, რომელიც იწყება 17-დან და 19-ის ჩათვლით ჩატარდება და თქვენ წარმოიდგინეთ 100-მდე მუსიკოსი მიიღებს მონაწილეობა და მათ შორის რამდენიმე უნდა გამოვყვა აუცილებლად ბექა გოჩიაშვილი, ზაზა მარჯანიშვილი, ნინო ქათამაძე, მაია ბარათაშვილი, დათო ევგენიძე, რამდენი შეიძლება ჩამოთვალო უნიჭიერესი, უსაყვარლესი ადამიანები და ჩვენი სტუმარი გახლავთ ფესტივალის დამფუძნებელი, არც მეტი, არც ნაკლები მარი მესალუქვაძე. მოგესალმებით. ძალიან გამიხარდა შენი ნახვა. დიდი მადლობა მოწვევისთვის და კეთილი სიტყვებისთვის ერთი პატარა შესწავლებით, რომ ბექა მოულოდნელად წავიდა გასტროლებზე და ბექა გამოგვაგდება, მაგრამ არანაკლები საინტერესო მუსიკოსები იქნებიან. საუკეთესო ნაწილი დღეს თქვენი სტუმარი არის, არაჩვეულებრივი მუსიკოსები, რომლის გარეშეც წარმოუდგენელი არის ჩვენი ჯაზ ფესტივალი. და რა ვიცი, ძალიან გვიხარია, იმიტომ რომ აი ამ ძნელბედობის ჟამს, რაცაც ქვია პანდემია, როცა მძვინვარებდა, მაშინ ძალიან გვერდზე დაგვიდგა თბილისის მერია. მოახერხეთ, ხო მე მგონი მაშინ რაღაცნაირად ჩაგეტარებინათ და მართლა მადლობელი ვარ ერთ მერიის კულტურის სამსახურის, რომ აი ძალიან გვერდზე დაგვიდგა და მოგვეხმარა რომ აი ამ არაჩვეულებრივ მუსიკოსებს არა მარტო ვთქვათ სქონოდათ სამუშაო და ვთქვათ რაღაც ელემენტარული შემოსავალი იმ ცუდ პერიოდში, არამედ თავისი შემოქმედება და თავისი სიყვარული გაეზიარებინათ მსმენელებისთვის და ეს ძალიან მნიშვნელოვანი არის. ამ ფესტივალის მთავარი ამბავი არის, რომ მუსიკოსებისთვის არის პირველ რიგში, ხო მართალია ეს ფესტივალი? ეს მუსიკოსებისთვის კი არა, ეს არის მუსიკოსების ფესტივალი. იმიტომ რომ ჩვენ ერთად დავაფუძნეთ. აი თქვენი სტუმრები, რომლებიც ახლა არაჩვეულებრივ კომპოზიციებს შემოგთავაზებთ, აი ჩვენ ყველამ ერთად ახლა მოგეხსენებათ, რომ ჩვენ ზაზანობაში ვიკრიბებით ხოლმე და ეს არის მუსიკოსების სახლი და აი რომ ფიქრობდით რა ვქნათ, ყველამ ერთად მოვიფიქრეთ, რომ მოდი აი რა იქნებ რაღაცა გამოგვივიდეს. ხო, მაგრამ აი შემოგვიერთდნენ, გავიზარდეთ, ბევრნი გავხდით. წელს სიახლე ის არის, რომ ნინო ქათამაძე თავისი ბენდით შემოგვიერთდება, იქნება რა ვიცი, აი რომელი ახალბედა მუსიკოსიც არის, მე ახალბედა მუსიკოსიც არის და მე მინდა ერთი გამოვყო ძალიან ესეთი მნიშვნელოვანი რამ მინდა გითხრათ, რომ ეს არის ქართველი მუსიკოსების განსხვავდება ყველა ფესტივალიდან იმით, რომ მხოლოდ ქართველი მუსიკოსები და ისეთი მუსიკოსები, რომლებიც ნებისმიერ სცენას დაამშვენებენ, მსოფლიოს ნებისმიერ სცენას, მაგრამ მინდა ერთი რამე აღვნიშნო. აქ არის ისეთი ერთობა და ისეთი სოლიდარობა, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მუსიკოსებს ისე უყვართ ერთმანეთი. მე ახლახანს გავიგე და მართალი გითხრათ, რაღაც თან ცრემლი წამომივიდა ჩვენი ერთ-ერთი მუსიკოსი ლუკა თოფურია, რომელიც მიდიოდა ძალიან პრესტიჟულ გასტროლზე უცხოეთში, გაუქმა ეს გასტროლი, იმიტომ რომ ჩვენს ფესტივალზე გამოსულიყო, იმიტომ რომ ძალიან ბევრ ბენდთან ერთად არის და ლუკას მე მინდა ძალიან დიდი მადლობა გადაუხადო ამ სიყვარულისთვის, ამ გვერდზე დგომისთვის და საერთო საქმე როგორ უნდა გაკეთდეს, აი ეს არის მაგალითი. ეს არის აი ეს ნამდვილი სულისკვეთება, რაც აი ამ ჯაზ ფესტივალზე თბილისი ხო ასე არის, ზაფხულის ღამის ჯაზი. და თან რაც თავარია, ჩვენ 3 დღე გვექნება ძალიან საინტერესო ფესტივალი და მე მინდა 3-ვე დღეზე ორ-ორი მოსაწვევი თქვენ გაჩვენოთ. არა. ეს არის 17, 18, 19, აი შეგიძლიათ. დავთქვეთ ყველაზე გემოვნებიანი მუსიკით, ასე ვთქვით. კი ბატონო, ეს არის მაია ბარათაშვილი, პირველი დღე იქნება მაია ბარათაშვილი, ძალიან საინტერესო ჯგუფი ანიკი, გიგი ცინცაძე, რომელსაც დიდი წარმატება ჰქონდა ახლახანს ამერიკაში და ახლახანს დაბრუნდა, კემო ბენდი, ძალიან კარგი მუსიკოსი. ეს არის ჰიულმენთ სანდრო ბიბიჩკვაჭაძე, თუ იცით, საოცარი მუსიკოსი, თავისი შემადგენლობით დათო ევგენიძის სეპტეტი დახურავს 17 რიცხვის დღეს. გარდა ამისა, უკვე 18-ში იქნება პაპუნა შარიქაძე, ლევან დეისაძე, ლაშა დეისაძე, ზაზა ცერცვაძე, ხონძი, რომელიც ასევე დაბრუნდა ამერიკიდან, საოცარი მუსიკოსები, დანიელ ადიკა
ვიკაშვილი ძალიან საინტერესო მუსიკოსი, დრამერი, აი ძველი თაობა და ძველი გვარდია ჯაზის ერთ-ერთი პიონერი ოთარ მაღრაძე, რომელიც ძალიან საინტერესო ახალბედები იქნებიან პროექტი, რომელიც მე ვიცი რომ თქვენ ყავდათ, ძალიან საინტერესო მუსიკოსები არიან. გარდა ამისა, ვახო ჟორჟოლიანი და მისი ბენდი, ეკადოლიძე, პატა ანდრიაძე, ლევან დეისაძე, ზაზა ცერცვაძე, უჩამეტრებელი ვარსკვლავები და ეს მუსიკოსები ასევე მიიღებენ მონაწილეობას ზაზა მარჯანიშვილის პროექტში, რომელსაც ემატება 3 ახალი მუსიკოსი, ვოკალისტები, ძალიან საინტერესო შემსრულებლები არიან. ძალიან დიდი მადლობა. 19-ში იქნება ნინო ქათამაძე, ასევე ბენდიც წარმოადგენს დინი ვირსალაძე, ახალი სიმღერა სპეციალურად ჩვენი ფესტივალისთვის დაწერა. ირიაო რეზო კიკნაძე, თავისი ყოფილი სტუდენტებით და ახლა უკვე პარტნიორი საოცარი მუსიკოსებით, ჯაგა და კვინტეტი და ჩვენი საყვარელი და ასევე ძალიან ღვაწლმოსილი ჯაზმენი და კომპოზიტორი ნუკრი აბაშიძე, რომელსაც აქვს ძალიან განსხვავებული და ძალიან ლამაზი მუსიკა. ძალიან დიდი მადლობა ამ საჩუქრისთვის და იმ შესაძლებლობისთვის, რაც გვექნება ჩვენ და იმ საჩუქრისთვის კი ბატონო და იმედი მაქვს დაესწრებით ამ ფესტივალს და ისევ, იმიტომ რომ ეს არ არის მარტო მუსიკა. არ არის მარტო მუსიკა. თქვენ იქ გელოდებათ ძალიან კარგი მხატვრების გამოფენა, რომელიც ჩვენ ტრადიციად ვაქციეთ. არაერთი საინტერესო მხატვარი იქნება წარმოდგენილი და ეს თქვენ და ეს თქვენ კოლეგას, რომელიც დღეს არ არის ეთერში.